აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან გალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ქვეყანაში დიდ თოვლობის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. გალობლიშვილის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები და მრჩევლები შედიან. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე მიემგზავრებიან სამეგრელოს, ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში, სადაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად დროებით დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება მოხდება. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამეტარებინა საგანგებო მთავრობის სხდომა, სადაც მინისტრებთან, მინისტრის მოადგილეებთან და ასევე მათ მრჩევლებთან ერთად გავემგზავროთ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთსა და სამეგრელოში და ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები.